უდიდესი ტელესკოპი, რომელსაც კაცობრიობა ოდესმე გამოიყენებს, აშენება საჭირო არ არის. ის არსებობს უკვე 4,5 მილიარდი წელია, აქვს 330,000 დედამიწის მასა და ყოველ დილით ცაზე ჩანს. სწორია, მზე. NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის გუნდს სურს სწორედ მას გამოიყენოს როგორც ლინზა, რათა გააკეთოს ის, რაც სხვა არც ერთ ინსტრუმენტს არ შეუძლია. ეგზოპლანეტების ნამდვილი ფოტოები. არა უბრალოდ მბზინავი პიქსელი, არამედ სურათები კონტინენტებით, ოკეანეებით და ღრუბლების ზოლებით. 100 სინათლის წლამდე დაშორებიდან, დაახლოებით 25%-იანი გარჩევადობით. და თუ ასეთ სამყაროში ვინმე ღამით შუქს დატოვებს, ჩვენ ამას დავინახავდით. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს. ამ ლინზის ფოკუსური წერტილი ჩვენგან 82 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. ეს 3-ჯერზე მეტია, ვიდრე Voyager 1-მა. თითქმის 50 წელიწადში გაიარა. როგორ მივიდეთ იქ? რა ჯდება ეს და რატომ არ არის ეს გეგმა უბრალოდ ფანტაზია? ეხლა გავიგებთ. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის Mars Chronicle. თავი 1. 1 პიქსელი საკმარისი არ არის. დავითვოთ პრობლემით. ჩვენ უკვე ვიცით 5000-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტა, მაგრამ ნამდვილი მნიშვნელობით თითქმის არც ერთი მათგანი არ გვინახავს. მეტწილად ჩვენ მათ მხოლოდ არაპირდაპირ ვიცნობთ, მათი ვარსკვლავის ციმციმის ან მისი უმცირესი რხევის მიხედვით. თუნდაც ის რამდენიმე ეგზემპლარი, რომლებიც პირდაპირ არის გადაღებული, სურათებზე მხოლოდ ბუნდოვანი ნათელი ლაქებია. ეს არ არის ცუდი ტექნიკის ბრალი, არამედ ფიზიკის. ტელესკოპის კუთხური გარჩევადობა მის დიამეტრზეა დამოკიდებული. დედამიწის ზომის სამყარო 30 პარსეკის მანძილზე, ანუ დაახლოებით 100 სინათლის წელიწადში. ნამდვილ გამოსახულებად რომ გავარჩიოთ, ამისთვის დაგჭირდებოდა სარკე, რომლის დიამეტრიც რამდენიმე ათეული კილომეტრი იქნებოდა. შედარებისთვის, James Webb-ს აქვს 6.5 მეტრი და ესეც კი იყო 10 წლეულების პროექტი შესაძლებლობის ზღვარზე. კლასიკური მეთოდით უცხო დედამიწების ფოტოები უბრალოდ არასდროს გვექნება. თუ, რა თქმა უნდა, არ შეწყვეტთ სარკეების დამუშავებას და თავად სამყაროსგან ისესხებთ ოპტიკას. თავი 2. აინშტაინის ლინზა. ამ იდეას უკვე 100 წელზე მეტი აქვს, მაგრამ ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებს, რომ მასა სივრცეს ამრუდებს და სინათლე ამ ამრუდებას მიჰყვება. სინათლის სხივი, რომელიც მზის კიდესთან ახლოს გადის, სულ რაღაც 1.75 ასეული კუთხური წამის ოდენობით გადაიხრება. ეს არტურ ედინგტონმა უკვე 1919 წელს მზის დაბნელების დროს დაადასტურა. ალბერტ აინშტაინმა თავად 1936 წელს მოკლე ნაშრომში გამოთვალა, რომ ვარსკვლავი ამით როგორც ლინზა შეიძლება იმოქმედოს. თუმცა ესეთი დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნია. ის შეცდა. და თანაც შესანიშნავად. Grace Hubble და James Webb რეგულარულად იღებენ ეგრეთ წოდებულ აინშტაინის რგოლებს, სადაც შორეული galaktikები წინა პლანზე მყოფი galaktikis gravitაციული ველის გავლენით ნათელ რგოლებად იწელება და ამ პროცესში მნიშვნელოვნად ძლიერდება. სტენფორდის რადიომეცნიერი ფონ ეშლემანი 1979 წელს გადამწყვეტი იდეა წამოაყენა. ჩვენი მზეც ასეთი ლინზაა. და მისი ფოკუსის არე დაახლოებით 550 ასტრონომიულ ერთეულზე, ანუ ეს არის დედამიწასა და მზეს შორის მანძილის 550 ჯერ მეტი. დაახლოებით 82 მილიარდი კილომეტრი იტალიელმა ფიზიკოსმა კლაუდიო მაგონემ 90-იან წლებში ამაზე დაფუძმებით შექმნა მისიის კონცეფცია სახელად ფოკალი. და საუკეთესო ის არის, რომ აქ არ არის ერთი ფოკუსი, არამედ ფოკუსის ხაზი. ყველაფერი, რაც 550 ასტრონომიულ ერთეულზე შორსაა, მუშაობს. და რაც უფრო შორს მიფრინალ, მით უკეთესი ხდება სიგნალი, როცა მზის კორონას შემაწუხებელ ნათებას გაექცევა. ამ გრავიტაციული ლინზის გამაძლიერებელი ეფექტი ხილულ სინათლეში დაახლოებით 100 მილიარდს შეადგენს. კაცობრიობის ვერც ერთი წარმოსადგენი ინსტრუმენტი ვერ მიუახლოვდება ამას. თავი 3. NASA-ს გეგმა. აქედან იწყება ნამდვილი პროექტი. ფიზიკოსმა სლავა ტურიშევმა
Jet Propulsion ლაბორატორიიდან ეს კონცეფცია NASA-ს პროგრამა NIAC-ის რამდენიმე ეტაპზე განავითარდა. ეს ნიშნავს NASA Innovative Advanced Concepts და წარმოადგენს NASA-ს შიდა ანალიტიკურ ცენტრს შორეული მომავლის მისიის იდეებისთვის. 2020 წელს კვლევა მესამე ფაზაზე გადავიდა, რაც უმაღლესი დონეა და $2 მილიონი ფინანსდება. ეს შეიძლება ცოტა ჟღერდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. რადგან მესამე ფაზას მხოლოდ იმ კონცეფციებს ანიჭებენ, რომლებსაც NASA რეალისტურ ნახორციელების გზას ხედავს. მისიის დიზაინი განზრახ არატრადიციული. დიდი, მძიმე ფლაგმანური ზონდის ნაცვლად გეგმა ითვალისწინებს რამდენიმე პატარა მსუბუქი თანამგზავრის გამოყენებას, რომლებიც მზის იალქნებით იმოგზაურებენ და გზაში ერთ დიდ ერთობად შეიკრიბებიან. საჭირო სიჩქარის მისაღებად გამოიყენება ეგრეთ წოდებული მზის ჩაყვინთვის მანევრი. ზონდები თავდაპირველად ძალიან ახლოს მიფრინავენ მზესთან, რამდენიმე მილიონ კილომეტრზე და იქ მზის გამოსხივების წნევა იალქანზე მათ დიდი სიჩქარით აგდებს. ასე შესაძლებელია გაქცევის სიჩქარე 20-დან 25 ასტრონომიულ ერთეულამდე წელიწადში. გადათვლით ეს არის 100 კილომეტრზე მეტი წამში. შედარებისთვის, Voyager 1, რომელიც დღემდე ყველაზე სწრაფი ობიექტია მზის სისტემიდან გასვლის გზაზე. წელიწადში დაახლოებით 3.6 ასტრონომიულ ერთეულს გადის და თითქმის 5-10 წლეულის შემდეგ დაახლოებით 168 ასტრონომიულ ერთეულს მიაღწია. SGL ზონდები 550 ასტრონომიულ ერთეულს დაახლოებით 25-დან 30 წელიწადში მიაღწევდნენ. თუ ასეთი მისია 30-იანი წლების შუაში დაიწყება, პირველი სურათები დაახლოებით 2060 წლისთვის ჩამოვიდოდა. ეს არის ამ იდეის ფასი. შენ აშენებ ტელესკოპს შემდეგი თაობისთვის. ეს ზუსტად იგივე პრინციპია, როგორც ხეების დარგვა, რომელთა ჭრილშიც თავად არასდროს დაჯდები. ეხლა მოდის ის ნაწილი, რომელიც ამ კონცეფციაში ყველაზე მეტად ფხიბლავს. როდესაც ზონდი მიაღწევს ფოკუსის არეს, ის ეგზოპლანეტას უბრალოდ პირდაპირ წინ არ ხედავს. ის ხედავს მზეს და მზის გარშემო ძალიან თხელ ნათელ აინშტაინის რგოლს, რომელშიც შორეული სამყარო სინათლეა გაბნეული. ბორდზე არსებული კორონოგრაფი მზის დისკოს აჩვდილებს. დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის ტელესკოპი კი რგოლს ზომავს. პლანეტის ნამდვილი გამოსახულება ამ დროს სივრცეში ერთგვარი პროექციის სახით არსებობს. დაახლოებით 1.3 კილომეტრის დიამეტრის ცილინდრი დედამიწის ზომის სამყაროსთვის, რომელიც 100 სინათლის წლის მანძილზეა. ზონდი უნდა გადაადგილდეს ამ ცილინდრზე წერტილიდან წერტილამდე. როგორც სკანერი, რომელიც ხაზიდან ხაზზე გადადის ფურცელზე. თითოეული საზომი წერტილი ხდება გამოსახულების წერტილი. თვეებისა და წლების განმავლობაში ასე ყალიბდება სურათი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მილიონამდე ფიქსელს და რთული მათემატიკური დამუშავების შემდეგ მიიღება. რადგან ლინზა ამახინჯებს გამოსახულებას, ბოლოს გვაქვს რუკა, სადაც თითოეულ პიქსელზე დაახლოებით 25 კილომეტრია გამოსახული. ეს საკმარისია სანაპირო ხაზებისთვის, ამინდის სისტემებისთვის, ყინულის საფარებისა და ვეგეტაციის ზონებისთვის. სპექტროსკოპიის გამოყენებით კი დამატებით ბიოსიგნატურებსაც მივიღებდით. ანუ ჟანგბადი, მეთანი ან წყლის ორთქლი ატმოსფეროში. და დიახ, ამით მივედით ამ ვიდეოს მთავარ თემამდე. ცივილიზაცია, რომელიც ქალაქებს ანათებს, ან ატმოსფეროს ინდუსტრიულად ცვლის, ასეთ მონაცემებში კვალს დატოვებდა. NASA ამ მისიას აუცილებლად უცხო პლანეტელებზე ნადირებად არ კეთის. და ეს სწორიცაა. მაგრამ ეს იქნებოდა ისტორიაში პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც დასახლებული უცხო სამყაროს არსებობის არამხოლოდ ვარაუდი, არამედ მისი ჩვენებაც შეეძლებოდა. ავიხუთ ფასი, რისკები და სკეპტიკოსები. დროა ცივი შხაპისთვის, რადგან ეს ამ თემას ახლავს. პირველ რიგში დამტკიცებული მისია არ არსებობს. სოლარული გრავიტაციული ლინზა მხოლოდ განვითარებული კონცეპტუალური კვლევაა, არა დამტკიცებული NASA-ს პროგრამა და შესაბამისად სანდო ოფიციალური ხარჯთაღრიცხვები არ არსებობს. გუნდი ამტკიცებს, რომ მცირე სატელიტებისა და მზის იალქნების გამოყენებით ჯგუფური მიდგომა მნიშვნელოვნად იაფი იქნებოდა, ვიდრე კლასიკური ფლაგმანური მისია. მაგრამ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ კვლევის ავტორთა შეფასებაა. ეს დამოწმებული რიცხვი არ არის. მეორე, ტექნოლოგია. მზის იალქნები, რომლებიც შეძლებენ მზესთან ახლოს შესულებული მზისკენ ჩაყვინთვის მანევრის გადატანას, ჯერ არ გამოუცდიათ. ზონდი 10 წლების განმავლობაში უნდა მუშაობდეს ავტონომიურად, სჭირდება რადიოიზოტოპური გენერატორები, მოკლედ RTG-ები, როგორც ენერგიის წყარო და ლაზერული კომუნიკაცია, რომ მონაცემები 82 მილიარდი კილომეტრიდან დედამიწაზე გადმოაგზავნოს.
მესამე, ნავიგაცია. საჭიროა მიზნობრივი პლანეტის ორბიტა ათწლეულებით ადრე ისე ზუსტად ვიცოდეთ, რომ ზონდი შეძლებს 1,3 კილომეტრიანი ვიწრო გამოსახულების ცილინდრის პოვნას და შემდეგ მასზე ზუსტად გადაადგილებას მაშინ როცა პლანეტა მოძრაობას აგრძელებს. მეოთხე, სკეპტიკოსების ყველაზე სერიოზული არგუმენტი. იმ დროს, როცა ზონდი თვეების განმავლობაში ფიქსელებს აგროვებს, პლანეტა ბრუნავს, ქრუბლები გადაადგილდებიან, სეზონები იცვლება და მზის კორონა სიგნალში ხმაურს იწვევს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გამოსახულების რეკონსტრუქცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გაპრიალებული სიმულატორები გვაფიქრებინებენ. ტურიშევის გუნდის პასუხი სერიოზულად მისაღები. ბრუნვის ეფექტის მათემატიკურად გამოთვლა შესაძლებელია და ის ზედაპირის შესახებ დამატებით ინფორმაციასაც იძლევა. და რაც უფრო შორს მიფრინავს ზონდი, მით უფრო სუფთავდება სიგნალი, რადგან ხილვის ხაზი კორონას სცილდება. და ერთი ფაქტორი ამ კონცეფტის სასარგებლოდ მეტყველებს. რადგან ფოკალური ხაზი უსასრულოდ გრძელდება, ზონდის დამუხრჭება არსად არის საჭირო. ის უბრალოდ 10 წლეულების განმავლობაში დაკვირვებას აგრძელებს პრემისას და თანდათან უკეთესი ხდება. მეხუთედ, ბოლოს, ყველაზე არასასიამოვნო თვისება. თითოეული მისია მხოლოდ ერთ სამიზნეს სისტემას ასახავს. და მიზანი უნდა იყოს განსაზღვრული გაშვებამდე. ანუ თქვენ ტიდულობთ მხოლოდ ერთი სამყაროს ფოტოს და წინასწარ უნდა იყოთ მართლა ძალიან დარწმუნებული, რომ ეს სამყარო ღირს. თუ აქამდე მოგეწონათ ეს ეპიზოდი, გთხოვთ მისცეთ ვიდეოს ჰაიპი. ეს არის მხოლოდ ერთი დაწკაპუნება ვიდეოს ქვემოთ და ძალიან გვეხმარება ალგორითმთან. და ვისაც მარშქონიკენის დამატებით მხარდაჭერა სურს, არხის წევრობის შესახებ ყველა ინფორმაციას ასევე ქვემოთ აღწერაში იპოვით. თავი 6. გულწრფელი შეფასება ბოლოს. ჩემი გულწრფელი შეფასება როგორც მოსაზრება. მე არ მჯერა, რომ ეს მისია 30-იან წლებში დაიწყება. ტექნოლოგიური ხარვეზები მზის იალქნებში, ავტონომიასა და ღრმა კოსმოსის კომუნიკაციაში რეალურია. და მისიის დაფინანსება, რომლის შედეგებსაც მხოლოდ მონაწილე ინჟინრების შვილები შეაფასებენ, პოლიტიკურად უკიდურესად რთულია. მაგრამს სრულიად სერიოზულად ვამბობ, ამ კონცეფციის სამეცნიერო ღირებულება უბრალოდ განუზომელია. დღევანდელი ფიზიკის გაგებით არ არსებობს სხვა გზა, ოდესმე მივიღოთ უცხო დედამიწის დეტალური გამოსახულება. არც ერთი, თუნდაც ყველაზე დიდი კოსმოსური ტელესკოპი ამას ვერ შეძლებს. არც ინტერფერომეტრია რეალისტურ მასშტაბებში. მზე როგორც ლინზა არ არის ერთ-ერთი მრავალი ვარიანტიდან. ის ერთადერთი კარია ამ გამოსახულებამდე. და თუ მისიები, როგორიცაა დასახლებადი სამყაროების ობსერვატორია, მომდევნო 10 წლეულებში მართლაც იპოვიან ძალიან პერსპექტიულ კანდიდატს. სამყარო, სადაც არის ჟანგბადი, ოკეანეები და სტაბილური ტემპერატურები. მაშინ ზეწოლა, რომ ეს კარი გავხსნათ, უზარმაზარი იქნება. ჩემი აზრია შემდეგი. მზის გრავიტაციული ლინზა არ არის კითხვა შეიძლება თუ არა, არამედ როდის. და ის მომენტი, როცა პასადენაში ეკრანზე პირველად გამოჩნდება ნამდვილი ფოტო, უცხო დასახლებული სამყაროსი, იქნება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი. შეიძლება თქვენგან ზოგიერთები, ვინც აქ უყურებთ, სწორედ ამ მომენტს მოესწრებით. ჩემი სახელია სირაინ და ეს იყო Mars Chronicle. მადლობა ყურებისთვის. Peraspera ad astra.